სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განვლილი სამი თვე შეაფასეს. ლევან ყიფიანმა მომავალი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა, გაჟღერდა კონკრეტული პროგრამები, რომელსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს. ყიფიანმა ბოლო პერიოდში ფედერაციებში მომხდარ უსიამოვნო ფაქტებზეც გააკეთა კომენტარი. სამი თვე არ იყო ადვილი პერიოდი ჩვენთვის, ეს იყო მეტად საინტერესო და შრომატევადი პერიოდი. თითქოს შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამი თვე და 100 დღე არის ძალიან მოკლე დრო და ცოტა არის დრო იმისთვის, რომ რაღაცა გაკეთდეს. არასასიამოვნო ფაქტი მოხდა ჭიდაობის ფედერაციაში, სადაც მე ორივე მხარე შემიძლია თქვა, რომ ორივე მხარემ გადააჭარბა უფლებამოსილებას. რაც შეეხება პოლიტიკურ ჩარევას, მე მაგ შემთხვევაში კონკრეტულად ვერც ჭიდაობის ფედერაციაში და ვერც ფეხბურთის ფედერაციაში პოლიტიკურ ჩარევას ვერ ხედავ. გასული სამი თვე იყო ის პერიოდი, როდესაც ეს ერთ-ერთი სპორტის მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი. მე მინდა ცალსახად თავიდანვე აღნიშნო, როდესაც ჩვენ გქონდა უკვე ცალსახე შეხვედრები ჩვენი როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე მეც ამას გავიმეორო, განმეორდები, რომ იყო მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათის. ეს რეკომენდაციები იყო აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ფედერაცია, შეიძლება თქვას პრაქტიკულად არც ერთი ფედერაცია არ იცნობს. მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო იმ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციას, რომელიც მიღებული იყო 2009 წელს.